საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ITB China 2025-ზე 90-მდე ქვეყნის 1500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია გაეცნო. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე შანხაიში სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად შეხვედრებს ჩინელ კოლეგებთან საომრობო თანამშრომლობისა და არსებული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით მართავენ. სალომე შანშიაშვილი გიამბობთ. მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე ჩინეთში საქართველოს 90-მდე ქვეყანას შორის არის წარმოდგენილი ITB China 2025-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო და სახელმწიფო სექტორთან ერთად საქართველოს სამოგზაურო პოტენციალს ჩინეთის უმსხვილესი ტურისტული ბაზრის წარმომადგენლებს შანხაიში აცნობს. წლის განმავლობაში ჩვენ ველოდებით ჩინეთიდან ბევრად მეტ მოგზაურს იცით, რომ უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რითაც რატომაც ინტერესდებიან საქართველოში ჩამოსვლით, რა თქმა უნდა, ჩვენს ბუნებასთან, შესათავაზებელ ტურისტულ პროდუქტებთან, კულტურასთან ერთად. Გონდა ძალიან კარგი შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გუნდთან. შეხვედრაზე განვიხილეთ იდეები და გეგმები წლევანდელი და მომდევნო წლებისთვის, რათა საქართველოს უფრო აქტიურად განვათავსოთ სამოგზაურო რუკაზე და აქციოთ თქვენი ქვეყანა განსაკუთრებულ მიმართულებად ჩინელი მოგზაურებისთვის. ITB China 2025-ზე ჩვენი ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობებს სხვადასხვა ქვეყნის 1500-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია გაეცნო. ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად შანხაიში გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. მიგვაჩნია, რომ ერთობლივი თანამშრომლობა ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გამოიღებს შედეგად იმას, რომ გვექნება მეტი ფრენა ჩინეთიდან, გვეყოლება უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორი საქართველოში და შესაბამისად ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობები უფრო მეტად გაღრმავდება. ჩინეთისათვის აჭარა ერთ-ერთი მიმზიდველი როგორც საინვესტიციო, ასევე ტურისტული მიმართულებაა. 3 დღის განმავლობაში 30 შეხვედრა გვაქვს ჩანიშნული მსხვილ ტურისტულ კომპანიებთან, მარკეტინგულ კომპანიებთან, ჟურნალისტებთან. ჩინურ ტურისტულ კომპანიებსა და პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებს 40-მდე კერძო ქართული კომპანია მართავს. ჩინეთი ძალიან საინტერესო ბაზარი არის ქართული კომპანიებისთვის. ჩინელები ძირითადად საქართველოში გრძელვადიანად მოგზაურობენ, რაც ასევე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო არის. გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ კლიენტებისთვის, არამედ ჩვენი მთავარი პარტნიორებისთვისაც. ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასთან ერთად ჩვენი ბაიერები და მედიის წარმომადგენლები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ საქართველოს. საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქართული ღვინის დეგუსტაციაც გამართა. ITB China 2025 შანხაიში 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.